ბავშვებო, გამარჯობა, მე ვარ ბეგო. გამარჯობა ბავშვებო, მე ვარ ირაკლი. ირაკლი? კი? რა ხდება? მონიტორზე რას ხედავს ჩემი თვალები? ეს დუელია? ნუ, ხო, ეს გამოთქვი. რომელი ამათგან კეთილი და რომელი ბოროტი? ნუ, ალბათ ეს პირველია კეთილი და მეორე ბოროტი. წესით რას ქვია? ნუ, პირველია ალბათ შერიფი და მეორე ბოროტ მოქმედი ალბათ. ალბათ რას ქვია? პირველია შერიფი, მეორე ბოროტ მოქმედი. რასაკეთებ რა გვაჩვენე? ესე იგი, გვაქვს ესეთი ფონური მუსიკა და ეს თამაში არის გათვლილი ორი ადამიანისთვის რა. ორი ადამიანისთვის? კი. რა მაგარია და აი რომელი ღილაკებით უნდა ვითამაშოთ აბა ბოროტ გითხარი რა. მოქმედს ვამოძრავებთ, ესე იგი, ღილაკებით მარჯვნივ, მარცხნივ ისრები, ზემოთ და ქვემოთ. ზემოთ. აჰა, გასაგებია და იმას შერიფს? ღილაკები A, D, S და V. W. W. ნუ ბავშვები გაერკვევიან ალბათ ამაში. ძალიან კარგი. რა საინტერესოა და ესე იგი შეგვიძლია რომ ავიცილოთ ხო ეს ტყუები? ნუ ჯერ საერთოდ გაჩვენებთ როგორ ისვრიან. გვაჩვენე მიდი. დავაჭიროთ აი ეს, ნუ ან ქვედა ის არის და ესე ისვრიან. და შემდეგ უნდა ახტომი დავიცილოთ. რა მაგარია? შერიფო, მიდი. მოიგე. და მე რა დაიწერა შერიფმა გაიმარჯვა. შერიფმა გაიმარჯვა, ძალიან კარგი. რა ვქნათ? ხო, კიდევ რა მაინტერესებდა ირაკლი? ამ თამაშს ჩვენ ერთ გადაცემაში მოვრჩებით? ვერა, ამას ორი დასჭირდება. ორი დაჭირდება? არა უშავს, სამაგიეროდ ბავშვები ადვილად აითვისებენ. კი. დავიწყოთ? დავიწყოთ. კარგი ბავშვებო, ახლა ეს გადაისვენ უნდა წავშალოთ. ვაი. და ახლა ამ თამაშისთვის ჩვენ დაგჭირდება რომ გარედან შემოვიტანოთ მასალა. ბავშვებო, ნახეთ, აი ვიდეოს დაბლა არის ღილაკი მასალა და გადმოიწერთ ამას ყველაფერს დაარქივირებულია და გახსნით. მერე ირაკლი, რა უნდა ნახონ? და მოდით გადმოვიწეროთ ეს ჩვენი პერსონაჟი. რომელიც რამდენიმე კადრისგან შედგება. შედგება რამდენიმე კადრისგან, 7 კადრია. კი. და ახლა ნახეთ, გადავიდეთ კოსტიუმებში. და წავშალოთ ყველა შუას გარდა. აი ეს, მოვიშალოთ და წავშალოთ. და ეს კიდევ ჩასვათ შუაში. აი ეს. გადმოვიწეროთ თავიდან ეს ფოტო და ახლა უკვე დავტოვოთ ბოლო 3. და ანუ ესეთი მოქმედება რამდენჯერმე უნდა გავაკეთოთ. ანუ ირაკლი, შენ ახლა დატოვე მე-5 კადრი, ხო? ასე გამოვიდა. კარგით. თავიდან გადმოვიწეროთ ისო და დავტოვოთ ახლა მარტო მე-6 კადრი. 6 კადრი. და ესიც ჩავსვათ შუაში. და ჩვენ დაგჭირდება მარტო 3 კადრი. ესენი. მოდით ახლა დავიწყოთ მისი კოდინგი. მოდით ჯერ ფონი გადმოვიწეროთ ასევე. ფონი გადმოვიწეროთ. იგივე პაპკიდან. აი აქა საწყისი ფონი. და ცოტა გავადიდოთ. რომ დაფაროს მთლიანად. აი დაახლოებით აი ეს. ძალიან კარგი. კარგით. და ასევე დავუმატოთ პატარა ოთხკუთხედი. ეს რისია ოთხკუთხედი ირაკლი? მოვსწრეთ მალკუთხედი, ეს არის ნუ მიწარო მქონდეთ ჩვენს მოთამაშეებს. გასაგებია. აი ეს. ახლა ალბათ დაბლა ჩამოვიყვან ჩვენს პერსონაჟს. ნუ ხო. სადღაც აი აქ. ანდა მოდით ცოტა გავადიდოთ, რადგან ძალიან პატარა მიჩვენება. კი. მოდით 120 მივუწევთ ზომა. მგონი კიდე შეგვიძლია ცოტა. რა ვითამაში მგონი ესეთი ზომის იყო და. კარგი იყოს დავტყოთ. კარგი. და მოდით ახლა მისი კოდინგი დავიწყოთ. როდესაც აჭერ მწვანე დროშას მის სიმაღლე 100%. შემდეგ გამოჩნდი და გადაერთი კოსტიუმზე. აქა პერსონაჟი უბრალოდ პირველი კოსტიუმი. ასევე ბრუნვის წესი მარჯვნივ, მარცხნივ. და შემდეგ გადადი x-196-ში და y-116-ში.
შემდეგ მუდმივად. თუ და მაშინ. თუ აქ ავჩიოთ ღილაკი და აქ ჩამოვწიოთ ქამოდა ღილაკი აი აქ W დაჭერილია მაშინ. მოდით შევქმნათ ჩვენი ცვლადი. თქვათ დავრქვათ Y უბრალოდ. Y. და ეხლა მიანიჭე Y-ს 14. 14. და მოდი დავიჩიოთ ხმა. დავწეროთ აქა jump. ანუ ეს იწერება როგორც G, U, M და P. Jump. ეს. და კიდევ მოდით ეს Y დავმალოთ. აჭირდება. შემდეგ ჩართი ხმა ეს jump. შემდეგ აი მეორე აჭირ. აქა დავწეროთ 29 ჯერ. შეცვალე Y. აი აქა ეს ვთვალდი ავიღოთ Y-ით. მალე აგიხსნით ეს ისთვის გავაკეთე. ო, ძალიან მაინტერესებს. და შემდეგ შეცვალე Y მინუს 1 დავწეროთ აქ. ხო, გასაგებია. კარგით, ახლა ნახეთ. ჩვენ თუ დავაჭერთ W-ს ჩვენი პერსონაჟი ესე ახტება. ახტება. ახლა ნახეთ, თუ მე გამოვაჩენდი აქ ამ Y-ს. გამოვაჩინე ვთვალდი Y. ნახეთ. დასაწყისში იქნებოდა -15. აი ნახეთ, ესე იცვლება. აჰა, გასაგებია. ანუ არ არის აუცილებელი რომ გამოჩნდეს. ნუ კი, თან ცოტა უცნაური გამოდის. კი. კარგი, დავმალოთ ეს Y. ცვლადი. კი, ცვლადი. შემდეგ თუ ღილაკი აი აქ D დაჭერილია მაშინ გადადგი 3 ნაბიჯი და შემდეგ გადადგი 2 ნაბიჯი აქ დავწეროთ. 2 ნაბიჯი. ანუ ეს იმისთვის არის, ახლა ნახეთ. ჩვენი უბრალოდ შერიფი რომ წავიდეს. ეს შერიფია ხო ირაკლი? ეს შერიფია. ეხლა დავაკოპიროთ ეს და აქ დავწეროთ უბრალოდ D-ს მაგივრად A. და გადადგი -3 ნაბიჯი. და შემდეგ -2. მე რა გვიხსნი რატო აკეთებ ამას? ანუ ჩვენმა შერიფმა უბრალოდ რომ იმოძრაოს. აი, ავტომატს უკვე გავაკეთე და სიარულიც. ესე. ეხლა მოდი დავწეროთ კიდევ ერთი სკრიპტი. როდესაც აჭერ მწვანე დროშას. მუდმივად. თუ და მაშინ. თუ არა შემდეგ ესეთი ბლოკი ავიღოთ, თუ არა. ღილაკი. აქ ავაჩვენოთ ახლა V დაჭერილია. მაშინ. ანუ ეხლა თითქოს და არალოგიკური გამოდის, რადგან თუ არა დაჭერილია, ღილაკი V დაჭერილია მაშინ. ანუ თუ არ არის დაჭერილი, ხო? კი, თუ არ არის დაჭერილი, კი. ესე გამოიცანე. შემდეგ ისევ თუ და მაშინ თუ ღილაკი D დაჭერილია მაშინ. მოდით განმოვიწეროთ ახლა ხმა სიარულის. ნაბიჯები. აი ესეთი. საინტერესო ხმა არის. კი, ნაბიჯების ხმა არის და მოდით ცოტა ძალიან ცოტა დავტოვოთ ამ ხმისგან. აი ეს მომენტი. ნაბიჯების ხმა. კი. აი აქ მოვნიშნოთ ესა, არ გავუშვათ მაუსი და შემდეგ დავაჭიროთ წასვლას. და ეს ხმა გამოგვივა. კიდევ ცოტა აქაც ავშალოთ. აი გამოგვივა უკვე ეს ხმა. აი ეს ხმა. აჰა. შემდეგ და აქ დავწეროთ. მაშინ წესით აქ უნდა იყოს, კი. დაუკარი ხმა ნაბიჯები დასრულებამდე. ეს პატარა კოდი დავაკოპიროთ.
და შემდეგ აქ ავირჩიოთ A დაჭერილია. აი შევსვათ აი აქ. ეხლა ნახეთ რა გამოგივიდა. ხილაკებს რომ ვაჭერთ თიც. ხმა აქვს ასევე ჩვენ შერიფს. დიც რომელს ირაკლი? თიც. თიც, აჰა. ეხლა ნახეთ, მე თუ აი ამ პატარა კოდს არ დავამატებდი, ნახეთ. როდესაც ახვდებოდი, მაშინაც შეიძლებოდა ეს ხმა რომ იქნებოდა. შეიძლებოდა რომ ეს ხმა ყოფილიყო. ანუ ახტომაზეც რო ყოფილიყო. კი. და ეხლა რომ ჩავსვი, ნახეთ. მაინც არის. არა. უკვე არ არის. აღარ არის. ეს. მოდით ეხლა ეს სპრაიტი დავაკოპიროთ და ეხლა გველოდება ყველაზე საინტერესო. ვა, რა გველოდება ირაკლი? და აქა შემოვატრიალოთ. დავაწეროთ მეუთითე -90 გრადუსით მიმართულებით. აი მე ამისთვის გამოვიყენებ რუნის წესი მარცხნივ მარჯვნივ ესე რომ შემოტრიალდეს პირდაპირ. ეს ორია უკვე? კი. ოღონდ ეხლა ნახეთ. თუ გახსოვთ ჩვენს მეორე ბოროტ მოქმედ შარვალი ქონდა წითელი. მახსოვს კი. ეხლა ნახეთ ეს როგორ გავაკეთოთ. გადავიდეთ კოსტიუმებში. და ჩვენი ზონა დავუხატოთ ეხლა. წითელი ფერი ავირჩიოთ ესეთი. აი ესე ნელა დავუხატოთ. ისე რომ პიქსელებში მოვათავსოთ. რადგან აი ესე იქნება წესით სხვა სპრაიტები. ჩვენი დრო შექმნა სპრაიტები. ანუ აი ესე ნელა უნდა შევქმნათ. შემოწიემ. და ეხლა აი აქ. ცოტა დარჩა. კიდევ ცოტა აი აქ დავამატოთ. ცოტა გამოვწიოთ. და ასევე აი აქ ცოტა ჩამოვწიოთ. და კიდევ აი აქ ცოტა. ეს. ეხლა მოდით ეს მთლიანი შარვალი მოვნიშნოთ, აი ესე. დავაჭიროთ, შემდეგ shift-ს დავაჭიროთ და ხელი არ ავიღოთ. და აი დავაჭიროთ ყველა ამ ჩვენს კუბიკს. მართკუთხედს. რო გავაერთიანოთ? კი. ეხლა დავაჭიროთ დაჯგუფებას, ესეთი ღილაკი არის და ნახეთ. ეხლა მე თუ რომელიმე საკედან ეს დავაჭერ, უკვე მთლიანი სპრაიტი მონიშნება. რა კარგია. ასევე შემიძლია ჯგუფის დაშლას დავაჭიროთ და ყველაფერი თავიდან დაბრუნდება ფრაგმენტებად. აჰა. და მოდით ეხლა ასევე მეორე კოსტიუმში გავაკეთოთ. დავაჭიროთ აქ ვექტორულ გამოსახულებად გადარქმნა. და ჩავსვათ. და აი მივიტანოთ დაახლოებით აი აქ სადმე. და ცოტა ესე გამოვწიოთ. მოდით ასევე გავაკეთოთ ახლა ჯგუფის დაშლა აქა. და ცოტა დავარეგულიროთ აქ ყველაფერი. კაც. აი ეს. აქას ჩავსვათ ახლა. აი მე დამცად მე აი აქ. ახლა ჯგუფის დაშლა და აქა დავარეგულიროთ ასევე. ცოტა ახლა ეს აქეთ გადმოვიტანოთ. აი ეს. აი ჩვენი კოსტიუმები უკვე მზად არის. ეს პირველი, მეორე და მესამე. ძალიან კარგი. აი ეს. და ყოდით თითქმის იგივენაირი უნდა ქონდეს აქ. უბრალოდ ახლა ამ ღილაკების მაგერად აქა პირველ რიგში ავირჩიოთ ის არის ზევით. შემდეგ აქა ის არის მარჯვნივ და აქა ის არის მარცხნივ. და აი აქაც იგივე. ის არის ზევით, ის არის მარჯვნივ და ის არის მარცხნივ. მოდით ნახოთ ახლა რა გამოგივიდა. უბრალოდ ახლა ჩვენი ორივე პერსონაჟი ერთი და იგივე ადგილას არიან. უბრალოდ ახლა ნახეთ. მე აქ რომ ვაჭერ ის არის მარჯვნივ, ჩვენი პერსონაჟი მიდის მარცხნივ პირიქით.
რაღაცა ერია ცოტა. კი. და ეხლა ამისთვის აქა დავწეროთ -3 ნაბიჯი და -2. და აქა კიდე ეს მინუსი წავშალოთ. და ეხლა ეს ჩვენი პერსონაჟი აქ არის გადადგმული. ანუ იგივე ადგილას ჩნდება, სადაც ჩვენი შერიფი. ამიტომაც აქ უბრალოდ x-ი -196-ის მაგივრად მივუთითოთ 196. აი ეს. ეხლა ორივეს შეუძლია ხტუნაობა და აქ და იქით სიარული. ძალიან კარგი. ვაი? ეხლა ნახეთ რა ხდება. ვარდებიან, რადგან ორივეს ერთად თუ ვიყენებ. რადგან ნახეთ, y ამ დროს იცვლება ბევრად უფრო სწრაფად. ეს ცოტა ფიზიკა არის უკვე. ნახეთ. აი, გამოსავალი რა გვაქვს ირაკლი? გამოსავალი? უბრალოდ ამ ჩვენს მეორე ბოროტმოქმედ შევქმნათ თავისი სხლადი. ну თქვა y2 დავარქვათ უბრალოდ. და ამის მაგალითად აქაც შევსვათ y2, აქაც y2. აი აქაც y2. ეს შეცდომა უკვე გამოსწორდება. აი ეს უბრალოდ მოდი დავმალოთ ახლა ეს ორივე სვლადი. აი ეს. და ორივეს ახლა შეუძლია ხტუნაობა. ისე რომ არ ჩავარდებია თაფლა. კი. აი ესე. ვა, რა მაგარია. ირაკლი, ესე კი დღეს რა ვისწავლეთ? ვისწავლეთ რომ უბრალოდ ამოძრავოთ ჩვენი პერსონაჟები. ო. და რომ იხტუნაო სხვა დიდად არაფერი. სხვა დიდად არაფერი არა, აღტომაც ხო შეუძლიათ, სროლაც ხო შეუძლიათ თუ არა? სროლა არა. სროლა არა, გასაგებია. ესე იგი, შემდეგ გადაცემაში ძალიან მაგარი რაღაც გელოდებათ ბავშვებო. დავიფშვიდო ბოლოდ. კი. კარგად იყავით ჩემო საყვარლებო. ნახვამდის ბავშვებო.